ნამდვილი ცნობები უღწიმარესი დედოფლის ქეთევანის მოწამეობის სიგრძის ირანის მთავარ ქალაქ შირაზში. წლის 20 სექტემბერს შაჰ-აბასის ბრძანებით დაწერილი წმინდა მამის ვერი ავგუსტინეს მომჩილი ძმა ამბროსიო დუშ ამჟუშის მიერ
გადაგებთ თუ არა? მერტმა უწის და თქვენმა მეფე თეიმურაზმა. თეიმურაზიო? იცნობ მეფესა? მე პირადად მინახავს. ისე თქვენს მეფე თეიმურაზთან შესაძლებლად მიგნან. ვიდა? იქნება რამენაირად უშველოს ჩემ გაჭირვებულ შვილს. დედა. კაცია, ქალია. მაგრამ დაგაჩირი. მამა, სანამ დედა ჩემი მოთხოვნა გაეცემა, მოგრეთები. დაბადებით ცინა. ბაბულე. და მდიდარი მეფეა თეიმურაზი.
მას ყველაფერი გააჩნია, რაც შეიძლება კაცმა ინახოს. აი მხოლოდ ერთი რამ არ უნდა ინახოს კაცმა. აი ის სპარსეთის მეზობლობა. მიუხედავად ამისა, ისეთი დაუნდობელი მართველი ხოს, როგორც შაჰ აბასი. 1613 წელს შაჰ მუზარმაზარი ჯარი კახეთს გამოგზავნა. მეფე თეიმურაზმა საშიშროების საწინების მიზნით დედა ქეთევან დედოფალი სპარსეთში გააგზავნა. თან თეიმურაზმა თავისი 4 წლის ალექსანდრე ანგელოზელი გმაძვი დედას დედოფალ ქეთევანს თანაახლა. აი ასე მიმართა დედოფალმა ქეთევანმა შაჰს. სპარსელთა უძლიერესო მოწყალეო ხელმწიფე, მე ქეთევან დედოფალი, ჩემი ძე თეიმურაზი, მთელი ჩვენი სამეფო გევედრებით, დაიუყოთ თქვენი მეფური მრისხანება და აღარ გააგრძელოთ ეს ლაშქრობა ჩვენს მიწაზე, რათა ამ ახალი წყალობით კვლავაც დავალებულებმა საუკუნეთა მანძილზე ვადიდოთ თქვენი გულმოწყალება. უნარიანესო დედოფალ, გადარმეახლა თეიმურაზი თქვენი წინვარების ძე. ჩემმა ძემ თქვენს უდიდებულესობას გამოუგზავნა ის, რაც ყველაფერზე ძვირა თუ ღირს, საკუთარი დედა და თავისი უმცროსი ვაჟი ალექსანდრე. დედოფალო, მეფე თეიმურაზს ეთყობა გრონია, რომ მეგობაზე მეტად ძიძობა შემეფერება და ამიტომაც უმცროსი შვილი წარმოგიდგინა. თუ მას ჩემთან მშვიდობის დამყარება სურს, უფროსი შვილი გამომიგზავნოს. ლევან. მეფის დედას და შვილებსაც პატივი დაკეთილდღეობა არ მოაგდებათ ჩემგან. სწორედ აი ასეც მოხდა. მეფე თეიმურაზმა უბედურების თავიდან აცილების მიზნით უფროსი ვაჟი ლევანიც შիրაში სპარსეთში გააგზავნა. ყველა სული შეუსრულებია მეფესა, მაგრამ მაინც რომ გააჩანა და ეს ნახეთ, მასთან ერთად ქართლის ამდენი ხალხი ამოშევდა, ამდენი გადაასახლა, ეგრე არ იყო მამაო. რასიზამ კეთილო რასიზამ ზალავის მხარესაც არის. ის ყოველთვის ადგილად არღვევს ყველა პირობას. მამაო, ქეთევან დედოფლის ამბავი როგორ იყო? ქეთევან დედოფლის ამბავი როგორ იყო და აი ასე იყო. შაჰმა დედოფალი შვილიშვილებთან ერთად შირაში გადაასახლა ახლა. შემდეგ ბებია და შვილიშვილები ერთმანეთს დააშორეს. აი შვილიშვილების საწაიყვანეს ეს ღმერთმა უწევს. ხოლო დედოფლის მოვლა პატრონობა და მეტვაკურეობა შირაზის შაჰის ნაცვალს იმამ ყულიხანს დააბადა. იმამ ყულიხანი ეცნობა. ეცნობა, ალბათ იმიტომ რომ ირანის დიდი სარდალი გახდა. ირანის დიდი სარდალი გახლავს და სხვადასხვა 50 წელი გავს. მე ჩემაზე შეშენდა და ამ 50-დან ყველა ქართველია. ქართველი. მაინც ქართველი. ამის შვილო, ალბათ იმიტომ რომ თვითონაც თორმით ქართველი. გუნე უნდივაძე, დიახ უნდივაძე, მეცაც დედით ქრისტიანი.
ქრისტეს სურჯულზე დგას. ჭეშმარიტად ასია მწოდებულო ჭეშმარიტად. ჩემი სარამხანაში ყველა ქართული ქარი და არა მხოლოდ ჩემი სარამხანაში ქრისტეს ეთქუებენ. სამართალიანი სურგუნერთი რადავისებია და სამონგაგროუში ჩათვალე ხალასში დამალული ხანჯები ეს შეიძლება ჩემი სამშობლოდან არის ბრძანებელო, მაგრამ მე ჯულის ეთქული. ჯულის. დოგმა მითხრა, რა გითხრათ? საიმონ. მომაგერე ბაგეს ბაგი. განარკვევად იდეულობა. განიერებას ხარია. ეს სულზე ალახმა მოგცეთ გერძელობა. აუცილებლად. თქვენ ასე ვარგებად უცვლია ჟურს. ალბათ იმიტომ ბრძანებელო, რომ თქვენ ხართ მანათებელ შუქურასავი ქეთევანი დედოფალი. ქეთევანი დედოფალი. დიახ, ბრძანებელო. თქვენ კარგად მოგეხსენებათ. დედოფალი ქეთევანი იცე ქრისტიანი გახდა. დედოფალი მოსასა და მართლაში გარეთ საერთოდ არ გამოდის და თუ გამოთავის თქვენ კათოლიკის მოსანახულობა. მას ჩვენს ქალაქში დიდი და მოწმარე გამყარდული სახელი აქვს. ის საკუთრებაში როგორია? ირანში მომაგზავნე მაქვს მათი ეს მოღვაწეობა. დიახ, აღგზავნეთ, თქმა უნდა აღგზავნეთ. არა, ჩემს სასახლეში ერთი ოთახი აქვს, მხოლოდ და მხოლოდ 60 გამყოფილი, ეს არის და ეს. გლები ყავს. ორი. მამა გიორგი, მხოლოდ ის ღვთისმსახურებაში არ იღებს მონაწილეობას. ის უფრო დედოფლისა და მისი ამალის, ასე ვთქვათ, საფუძვლისია. აი, რაც შეიძლება მუსას, მათებურად მოსეს. ჩვენებურად მოსე, სხვათა შორის აქ გაიცნო დანებება. აი, ის კი ნამდვილად არის დედოფლისა და მისი ამალის სულიერი მოძღვარი. საჩო საბადებელი დედოფალს და მის ამალას მათი შესაძლებელია. არა, თქმა უნდა. არა, მაგრამ გლახაკებილითა წარმოწყობილება შესაძლებელია. ცუდია. კიდევ უნდა დავუმატოთ. ქეთევანი. აქ ტყვეობაში დედოფალებით იგრძნოს თავი. რათა ეს პატივი და კეთილდღეობა ვერანაირი მიზეზით ვეღარ დადგმოს. ვეჭო, ბრძანებელო. ქეთევან დედოფალს, რაც უფრო მეტი ექნება, მაინც არ შეიძლება. ყველაფერს მაინც თავის ქართველებს გამოიგებს. თქვენი სახელები მითხარით. მე თინათე მქვია. ამას კი გვანსა. თქვენი აქაური ბატონიც თინათეს და გვანცას გეძახით? არა, ბატონყალა თქვენს სპარსულ სახელს აქვთ. რატომ სპარსული სახელები არ მითხარით? იმიტომ რომ ჯერ ქართველები ვართ და მე სხვა დედაჩი. თუ ქართველები ხართ, რჩულის გამოცვლა რატომ გადაწყვიტეთ? რატომ აპირებთ ჭეშმარიტ ღმერთ ზურგი შეაქციოთ? მე გითხრათ დედოფალ. არა, არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს.
და დამალული, რომელი არა საცნაური იყოს. მერტმა თავად შემოაქცია ზურგი, როცა ჩვენი ამ გადასაკადაში გადმოხვეწა დავაშვა. აღარც მშობლები, აღარც დაცმა, ხარკოვი შემოგიორია. აკაური ბატონისა. ის არის ჩემი ღმერთიც და ჩემი მარჯვენაც. დედოფალო, ის პატრონობს, ის გვარჩენს და უფრო მეცად ვკრიბდება თუ ჩვენ მივიღებთ ჯანდაბა ჩემი თავი, მე ჩემი ცხოვრება რაღაცნაირად ჭირვამენებით განვლე, მაგრამ შეხედე დედოფალო, გვარცა რა ლამაზია, მანაც ხო უნდა შეიტყოს ახალგაზრდობის და სინორჩის მაწელქალობა და სიტყვება. ეგ სილამაზე და სინორჩე ხო ბოლოს და ბოლოს დაჭკნება მინდვრის ყვავილივით. ერთადერთი უფერებელი და უკვდავი გულია თუ შიგ ქრისტეს შეუშვებ. ერთიც არის, აქაური კანონით ქრისტიანი ტყვე თუ მაჰმადის ჯულს მიიღებს, თავის სამშობლოში ცოცხალს აქედან აღარავინ გაუშვებს. ასე რომ სარწმუნოების ღალატით ქრისტესაც დაკარგავთ და სამშობლოში დაბრუნების იმედსაც. თანაც თქვენი ღალატის მაგალითი შავი ჭირივით შეიძლება მოედოს დანარჩენ ქრისტიან ტყვეებს. თქვენი ბატონის საჩუქრებს ნუ დახარბდებით. ჩემი სალარო და მოგცემთ, რასაც შეიცლებ. გაფრთხილებთ. თუ ქრისტეს უარყოფთ, მარადიული ღმერთის მადლსაც დაკარგავთ და დედოფლის მფარველობასაც. დედოფალო, ნუ იზამთამას, ისედაც გაჩაგებულებს, ბოლომდე ნუ გაგვაჩაგები, გევეთრებით. ამიგვატორო დედოფალო. როგორი გაგწევ? როგორც ქეთევან დედოფალი ცხოვრობს, ისე ქეთევანის უბრალოდ როგორმე უნდა მოვაშოროთ დედოფალს და თნიანად სამზეოს. სწორედ ასეც მოხდა. მამა მოსეს რაღაც ცოდნული ღალატის ბრალდება შეუთითქმეს. შემდეგ პატრიების სანაცვლოდ კი ბჯულის დასწრობა მოსთხოვეს. იცე უარის შემდეგ რა თქმა უნდა იგი ქვებით ჩაქრეს. დარჩა დედოფალი სულიერი მოძღვრის გარეშე. აი ეს მეორე, რომ იყო მამა ბიობი. სამწუხაროდ მე მასზე უკვე აღარაფერი არ ვისმენია. არა. ბაბა, თქვენ გიძებთ ქეთევან დედოფალთან შეხვედრა. მასთან შეხვედრა და საუბარი შვილო ჩემო, ამ სასტიკ და დაუმხობელ ქვეყანაში ჩემთვის სულიერი უბეში ვარ. დედოფალო ქეთევანი, მოხარული ვარ თქვენი და თქვენი ამალის იბისა ჩვენს მონასტერში, ხოლო თქვენს მიერ ჩვენი კათოლიკური რწმენის მიღებაო, ეს უდიდესი ბედნიერება იქნებოდა ჩვენი მონასტრისთვის, ავგუსტინელთა ორდენისთვის და მთავარი უმთავრესი წმინდა პეტრე მოციქულის მემკვიდრის რომის პაპისთვისაც. აი ეს სანთლები, კელაპტრები, ვერცხლის შანდლები სამშობლოდან ჩამოუყვა როგორც ახსოვარი. შემომიწირავს თქვენი მონასტრის შესამკობად. შვენიერი შემიძლია ყველაფერი, რაც ძვირფასი გამაჩნია,
შემოვწირო თქვენს ქრისტიანულ სავანეს, მაგრამ ჩემი გული იმ ეკლესიას ეკუთვნის, რომელშიც სულიერად მშრალ იესო ქრისტე და რომლის სწავლებასაც მოციქულთა დროიდან მისდევს ჩემი ქვეყანა. შენ გეუსათმის შენ თეიმურაზი რომ გაემწარებინა, თეიმურაზის ორივე ვაჟიშვილი დაასაჭურისებინა. ამბობენ უფროსმა დამცირებას ვერ გაუძლო და უმალვე დაიღუპა. ხოლო უმცროსი ჭკუიდან შეიშალა. მოსკოვის მთავარმა დიმიტრი ელჩები გამომიგზავნა, რათა კეთილმა კახეთის დედოფალი გავათავისუფლო და მის ელჩებს გავატანო რუსეთში. ცხადია, ყველაფერს უკან მისი გველის წიწილი დგას. თეიმურაზი მისი ნდობა შეიძლება როგორც კი სამეფო დაკარგა, სუპრეტთან თურქეთთან იყო ფარმერის ზემა. ახლა მასალით ურჯულო რუსებსაც მიაკითხა და სულს ჰქონდა. ხეობაში დედამისი, ხეობაში ყოფი დედამისი, წარიმკაცოს ხელიდან. ამ ექვს დღეში უნდა მოესწროს ყოველთვის. მაგრამ ექვს დღეში რატო ევიღებ ზამთარს? კეთილმოს შესთავაზე. აღიაროს ჭეშმარიტი მეკი და მიიღოს მაღალის ჟური. თუმას კეთილგონიერება ანუნდას სულ დაბლობა ეყოფა. და გამოიწვიეს ჟურს, ის ჩვენი კანონისთან აკმად, იმას ვერ არასდროს დაგდებს. წინვალი აზრია, მაგრამ ვეჭობ ბრძანებელო, ესეთი მტკიცე ქრისტიანი, რომელიც ქეთევანია, რომ ჯული შეიცვალოს. მაშინ და აცამდა, გამარჯვებული მაწვდებს. აცამდა, მანამ, სანამ. ხომ გახსოვთ, ბრძანებელო, რომ ქრისტიანები ქრისტეს ბაძავდნენ. სამებით სიკვდილს ამჯობინებს. ხოდა მოკვდება ქრისტესთვის. ბევრი სხვა ქრისტიანის მსგავს. აი ამ შემთხვევაში რა პასუხს აძლევ? ელჩებს.
დედოფალს უეცა რაღაც უცნაური სენი შეეყარა და არ დაეცვა. წინარი ასრია, მაგრამ ბეჭო ბრძანებელო რომ დაიჭირა. არც მსურს რომ ბოლომდე დაიგერო. ქვენს წინვალებას ვერ გაამშვენებს ხანში შესული დედაკაცის მოგვიანება ბრძანებელო. დედევანი არც ისეთი წლოვანი. ასე რომ თუ დაგმოჩნდა მე მას ცოლადაც ვიტარე. დედოფალო კეთევანი თუ ჯულს დასწრებთ და შაჰის ცოლობას დასაყდებით, შაჰი გვალავიანებს თეიმურაზს კახეთის მეფე. სხვა შემთხვევაში სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებთ დედოფალო. დაგვინდა დაინდეს საკუთარი თავი და შენი ერთგუნებას ვიძრების დედოფალო. ნუ გავწირე სულიერი ტანჯვისთვის. ქრისტეში შობილი, ქრისტეში რომ დაახსრულდეს. მერთოჩი, ეს აღსრულება არ იქნება აგრეთვე დედოფალო. ჟანგი არ დაიბადა სანამ სულს არ ამოხდეს დედოფალო, სანამ სულს არ ამოხდეს. ნუ გეშინი მათგან, რომელთა მოსწყვეტდნენ ხორცნი თქვენი, ხოლო სულსა ვერ ხელწიფების მოკლად. იქნებ რაიმე სხვა გზა არსებობს, ხსნის სხვა გზა, იქნებ გამეგრულად შეიცვალოს საქმროება. შაჰის დასალაყად და ხოლო გულში ისევ ქრისტეს ერთგულებდეს ქრისტეს. რომელმან უარყოს მე წინაშე გაცდა, მე უარყო იგი წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არსეცა თეშია. ხოლოდ ერთი სურვილი შემისრულეთ. ნუ შემიკრავენ აქაური წესი სამეფრ ხელებს უკან. წინ შემიგრან, რათა როცა შიში და უძლურება შემომიტევს, შევძლო ხელების აპყრობა ჩემი ღმერთის წინაშე. ადამიანის წავებით მეტი რამ ინახავს. მაგრამ აქამდე არავის შემწოდებია. აქ საკუთარი თავი ვერ ვიცანი. ეს ქრისტიანი დედოფალი 40 წლისა უნდა ყოფილიყო. მის ლამაზ შარდვალებში ჩანდა ის, რაც მის სულში ხდებოდა. ჯერ გავარვარებული სპილენძის ჭურჭელი დაადგეს თავზე. შემდეგ ლამაზ სახეზე ჩამოუცურეს და გავარვარებული მაწუხებით ორივე ლოყიდან ხორცი ააგიჭო.
საოცარი სიკვდილით იწმევდა გავარვარებული ნაგვაზდანი თქვენას. მაწუხებით და ნაგვაზდანი თუ ვერაფერს გავხდნენ, დამხანი ჯალათები ეცნენ და ხილით დაარჩეს. What